დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, ესე იგი მოდი ვაცნობოთ ჩვენს მაყურებელს თბილისის მერია დედაქალაქის ბრენდული სუვენირის შესარჩევად კონკურსს აცხადებს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, მაგრამ სანამ ჩვენთან სტუმრად არის მოსული ირაკლი ბერეკაშვილი, მერის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსი. სანამ თქვენთან გადმოვიდოდით სასაუბროთ, მოდით ჩვენ ნახოთ ანი ლუხავეს სიუჟეტი, რომელმაც დაიარა თბილისის ქუჩები და ვნახოთ ესე იგი რა სუვენირები მოსწონს და რომელი არის ისეთი პოპულარული ჩვენთან თბილისში. ქართველებისთვის და ასევე უცხოელი სტუმრებისთვის, რომლებიც მრავლად არიან ჩვენს ქალაქში. ყველა ქალაქს აქვს სიმბოლო. გამონაკლისი არც თბილისია. საინტერესო ქვეყანაა საქართველო. ის და მისი ხალხი ჩემთვის თავისუფლებას ანაცეჭირდება. Хинкали. Не, правда, еда здесь божественная. Вот, горы. უგემრიელესი კერძები, ბუნება და სტუმართმოყვარე ხალხი. Люди гостеприимные очень. თბილისი სიძველესთან არის უფრო დაკავშირებული, ალბათ რამე ესეთი სიმბოლიკა იყოს, რამე ძველი. ესეთი ალბათ ასე აჯობებს. თბილისის სიმბოლო არის კინტო, ალბათ ერთ-ერთი. ალბათ მეტეხი. და არის ხინკალი. კავკასკი. ჩემთვის თბილისი ასოცირდება კავკასიურ სუვენირებთან, ხმალთან და ფოტოებთან, წარწერით საქართველოს. დედაქალაქის მერიის ინიციატივით თბილისის ისტორიულ-კულტურული, ტრადიციული ღირებულებებისა და თავისებურებების ამსახველი ბრენდული სუვენირის შესაქმნელად კონკურსი გამოცხადდა. კონკურსის პირობები მარტივია. უნდა შეიქმნას სიმბოლური სუვენირი, რომელიც ქალაქის ვიზიტორებს თბილისს გაახსენებს. მასში მონაწილეობა ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეუძლია. გამარჯვებული სუვენირის ავტორი 5000 ლარით დაჯილდოვდება. მინიმალური ინფორმაცია მივიღეთ, მაგრამ რა თქმა უნდა უფრო დაწვრილებით ამომწრავალ ჩვენ სტუმართან ერთად ვისაუბრებთ. პირველ რიგში თქვენ როგორ ფიქრობთ, რა უნდა იყოს საქართველოს ბრენდული სუვენირი? პირველ რიგში მე ჩემი მხრიდან მოგესალმებით, მივესალმები ტელემაყურებელს, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე აღნიშნულმა კონკურსმა რაც შეიძლება ფართო მასშტაბი მიიღოს, გაცილებით მე ფართო აუდიტორიას მიწოდეს და შესაბამისად 17 მაისისთვის, როცა საკონკურსო ნამუშევრების მიღება დასრულდება, მოგეხსენებათ ერთი თვიანი ვადა იყო ნამუშევრების წარმოსადგენად და 17 აპრილს გამოცხადდა აღნიშნული კონკურსი, მივიღოთ რაც შეიძლება მეტი საინტერესო ექსპონატი, რომელიც საბოლოო ჯამში განხილული იქნება შესაბამისი კომისიის მიერ. და საინტერესო კომისია რა კრიტერიუმით აფასებს, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილდეს ის იდეა, რომელსაც წარადგენს იურიდიული თუ ფიზიკური პირი? კონკურსის პირობები მოგეხსენებათ, რომ მაქსიმალურად ღია, ანუ აქ ძალიან დიდი სივრცეა დატოვებული. შეზღუდული არავინ არ არის? ძალიან დიდი სივრცეა თვითონ ნამუშევრების მიმართ მიდგომასთან დაკავშირებით. ყველა შეუძლია წარმოადგინოს ის, რაც შეუძლია, ის რაზეც უფიქრია და რაც წარმოუდგენია თვითონ როგორც ქალაქის სიმბოლო. მე დარწმუნებული ვარ, თბილისში არიან ადამიანები და არა მარტო თბილისში, რომლებმაც შეიძლება არაერთი თვე და წელი გაატარეს იმაზე ფიქრში, რა სიმბოლო შეესაბამება ყველაზე მეტად თბილისს. ამიტომაც ამ ადამიანებს მიეცემა შესაძლებლობა თავისი. როგორ უნდა წარადგინონ? აი მე მაქვს იდეა, მაგალითად მაქვს რაღაცა შევქმნი მაკეტს და გაჩვენებს თუ რაღაცა როგორ უნდა იყოს. კონკურსის პირობებით გათვალისწინებულია, რა ფორმით უნდა მოხდეს წარმოქმნა, ეს არის სამგანზომილებიანი ფიგურა უნდა იყოს, უკვე დამზადებული. პრეტენდენტისთვის მისაღებ ნებისმიერი მასალით, იქნება ეს რკინა, მინა, თიხა თუ ნებისმიერი სხვა. მთავარია ის იყოს სამგანზომილებიანი, კარგი წარმოდგენა უნდა შეექმნას კომისიის წევრებს, თუ როგორ გამოიყურება სუვენირი საბოლოო ფორმით და ხო, ვიზუალური მხარე ფაქტობრივად უნდა წარმოიდგინოს. და უნდა იყოს სუვენირი შესაბამის ფორმატში, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ფორმატის და დიდი ზომის ნამუშევრების მიღება და მის შემდეგ საიმიჯო სუვენირად ქცევა ვერ მოხერხდება. როდის სიტყვასაკეთ მაინც შეგეთხოთ, თქვენთვის საიმიჯო სუვენირი დაიქმნება? რა არის ყველაზე კარგი? ერთ-ერთ წინა ინტერვიუშიც დამისვეს ანალოგიური შეკითხვა და მაშინ ეს დღესაც თავ შევიკავებ, არ მინდა
რომ რომელიმე კონკურსის მონაწილეს გაუჩნდეს ცდუნება კომისიის ერთ-ერთი წევრის და ესეთი გახლავართ მეც მოსაზრებების მიხედვით თუ ჟიურის წევრი ბრძანებით და კომისიის წევრი მოახდინოს. ბუნებრივია, მაშინ ამ შეკითხვისგან თავი უნდა შეიკავოთ. ცნობილია თუ არის მაქსიმალური შემოქმედების თავისუფლება არის ყველაზე დიდი წარმატების საწინდარი ამ კონკურსისთვის. და როდის იწყება? კონკურსი დაწყებულია 17 აპრილს დაიწყო. და სად შეიძლება მსურველმა გაიგოს ინფორმაცია? მერიაში ხდება ნამუშევრების წარდგენა, ინფორმაცია და კონკურსის წესები ჩვენს ვებგვერდზეა, ისევე როგორც Facebook-ის გვერდზე, ასევე ცხელი ხაზი და სხვადასხვა ეს არხი, რომელიც მერის სამსახურების მხრიდან ღია მზად არის უპასუხოს პრეტენდენტების შეკითხვებს. პირდაპირ ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურში შეუძლიათ დაგუკავშირდნენ უფრო დეტალური ისეთი კითხვებისთვის, რაზეც საამოძრავო პასუხს ვერ მიიღებენ, ვეცდებით მაქსიმალურად დავაკვალიანოთ და მაქსიმალურად მივცეთ საშუალება, რომ გაჩელება კარგად და დროულად. ჩემში რამდენი განაცხადი არის შემოსული თუ საიდუმლო არ არის ეს? ჯერ ვერ გეტყვით. თუმცა შეგვიძლია ვისაუბროთ როგორი იდეებით არიან ესე, რა თქმა უნდა კონკრეტულად არა. ზოგადი წარმოდგენა როგორია თქვენი როგორც კომისიის წევრი? აი რა ისეთი უცხო ყოფილა რა გარდა თექისა და მიღებულ ნიმუშებს და არც დანარჩენი კომისიის წევრები არ ეცნობიან. ეს ყველაფერი დაგროვდება ერთ წუთში, შემდეგ ერთიანად კომისიის გახსნით სამუშაო შეხვედრის შედეგად მოხდება მათი გახსნა, დათორიელება და უკვე განხილვის აქტიურ ფაზაზე გადასვლა. ბატონო ირაკლი, იცით რა მაინტერესებს? კომისიის წევრების ვინაობა ცნობილია თუ ამ შემთხვევაში გასაიდუმლოებულია, რომ უფრო მეტად იყოს დაცული ვიყოთ რაღაც? ვერ ვიტყოდი, რომ ეს რაიმე სახელმწიფო საიდუმლოებაა, უბრალოდ გეტყვით, რომელი სტრუქტურებიდან და უწყებებიდან არიან, აქ იქნებიან როგორც მერის, ხო, აი რა პროფესიის წარმომადგენლები არიან? არიან კულტურის ეკონომიკური სამსახური თავისთავად როგორც ორგანიზატორი ჩართულია, მერის მხრიდან ასევე ჩართულია კულტურის საქალაქო სამსახური, საკრებულოს მხრიდან არის შესაბამისი კომპეტენციის ადამიანები ჩართული, სახელმწიფოს კომიტეტის თავმჯდომარე იქნება, ძეგლთა დაცვის სამინისტროდან იქნებიან დარგის ექსპერტები, შევეცადეთ მაქსიმალურად მრავალფეროვანი გაგვეხადა და დარგობრივად რაც შეიძლება ახლოს ყოფილიყო კომისიის წევრები და ესე რომ შექმნილი იყო ის კომპეტენცია, რომელიც მოგცემდა საშუალებას რაც შეიძლება სწორად შეფასებულიყო და მათი ნამდვილი ღირებულების მიხედვით გამოვლენილი იყო ნამუშევრები. რაც შეეხება თვითონ კრიტერიუმებს, აქ ამოსავალი წერტილი უნდა იყოს. მოკლედ სუვენირმა უნდა თავის-თავში დაიდიოს ყველა ეს გნებავთ დავარქვათ ამას უნიკალურობა ან თავისებურება, რომელიც ჩვენ ქალაქს ახასიათებს. ქართული სამზარეულო რომ ცნობილია და მოხიბლულია უცხოელი ტურისტი ქართული სამზარეულოთი, ეს ფაქტია. წარმოიდგინეთ ხინკალი, მაგნიტი მაგალითად. ხინკალი ჩემი პირადად აზრი გაინტერესებთ. მხოლოდ ხინკალი ალბათ თბილისის საუკეთესო სიმბოლო ვერ იქნება, იმიტომ რომ ჯერ ერთი ხინკალი თბილისში არ დაბადებულა და არც ტურისტების უმეტესობას გაუწია ხინკალი პირველ რიგში თბილისიდან, ამიტომაც მე ვარ უფრო საინტერესო სოლიდებით გულწრფელად გეტყვით. ერთი კონკრეტული სიმბოლო შეირჩევა კონკურსის შედეგად, ეს მაინტერესებს. კონკურსი ნამუშევრების შეფასება მოხდება ქულების სისტემით. შესაძლებელია გამარჯვებული, მათ შორის იყოს ერთი ან რამოდენიმე ნამუშევარიც. მაქსიმუმ რამდენი? სიმართლე გითხრათ, დიდი რაოდენობას არ იქნება, მაგრამ 2-3 ნამუშევარი რო გამოვლინდეს მაღალი ქუნდების თუ კი ესეთი რანგის ნამუშევრებს მივიღებთ, საწინააღმდეგო არავის არაფერი არ გვექნება, ალბათ ქალაქის საქვეყანაც მოიგებთ, თქვენ გინახავთ ალბათ ბევრ მსოფლიოს სხვა ქალაქში, შეიძლება ქალაქის სიმბოლო არ იყოს ერთი კონკრეტული სიმბოლო. იგივე პარიზის შემთხვევაში ერთი კონკრეტული სიმბოლო მხოლოდ ეიფელი არ არის ხოლმე და ბევრ ძალიან საინტერესო ნამუშევარს ნახავთ. ამიტომაც ინტერესმოკლებული არ იქნება. თუ კი კარგი ხარისხის ნამუშევრები იქნება, მე პირადად მომხრევარ, რომ ამას შემთხვევაში ერთი მეტი გამარჯვებულის გამოვლინდა. აქტივობა როგორი არის? ხალხისგან, ანუ მსურველები ბევრი არიან. არ საუბრობთ. ეხლა ამ ეტაპზე ბუნებრივია, ვინაიდან აპრილის შუა რიცხვებში გამოცხადდა კონკურსი, კონკურსანტების დიდი უმეტესობა ზის და თავის იდეების ხორჩესმაზე მუშაობს, მათ ვიზუალიზაციაზე, სამგანზომილებიან ფორმატ ნამუშევრის მზადებაზე
და ველოდებით რომ ალბათ ბოლო კვირაში წამოვა ძირითადი ნაკადი. ერთი შეკითხვა მაქვს. შეკითხვები თუმცა არის, მათ შორის ზოგიერთმა წერილობითაც მოგმართა, შეგვიძლია თუ არა მივიღოთ კონკურსში მონაწილეობაო, მინდა ტელემაყურებლებს უთხრა რომ ყველას შეუძლია. რა თქმა უნდა, თავარია ქონდეს ორიგინალური იდეა, სწორი მიგნება. მინიმალურ მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს საკონკურსო ნამუშევარი, რომელიც საკონკურსო პირობებით არის განსაზღვრული. შეკითხვა მქონდა ხომ? დასრულდა კონკურსი, გამოვავლინეთ ერთი ან რამდენიმე ბრენდული სუვენირი. შემდეგ როგორ ხდება უკვე ამის პოპულარიზაცია, ამის გაპიარება საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთაც? წარმოება ხდება საჩუქრების ეს უნდა გახდეს. საბოლოო ჯამში ეს სუვენირი მოხდება სამზარმო სექტორთან, რომელიც ყველაზე სწორად და კარგად შეძლებს მისი საბაზრო პოტენციალის განვითარებას. შესაბამისი ხელშემწყობი პროექტები ჩვენი მხრიდანაც იქნება განსაკუთრებით პირველ ეტაპზე, როცა შერჩეული ნამუშევრის პოპულარიზაცია ყველაზე მნიშვნელოვანია. გვაქვს გარკვეული იდეები, როგორ უნდა მოვახდინოთ მისი განვითარება, მათ შორის სხვადასხვა მიზნობრივი პროგრამებით, მაგრამ მთავარია შეირჩეს სუვენირი ისეთი როგორც საჭიროა და მის ასე ვთქვათ ფართო გავრცელებაში გაშვებას მის ყველა ერთად ჩაერთვებას ძალიან იურად ანუ ის იქნება თბილისის სავიზიტო ბარათი. შეიძლება ძალიან დიდი იმედი გვაქვს. და ამ დროს რა დააშავა სხვა ხელნაკეთობებმა, თუნდაც ყანწევმა, თუნდაც რა ვიცი, თეთრი დააშავა სხვა ხელნაკეთ თუ არახელნაკეთ სუვენირებს. რა თქმა უნდა, თავის საბაზრო პოტენციალი დანიშნულება აქვს. არ არსებობს ადამიანი, რომელიც მხოლოდ რაღაც უნიფიცირებული გემოვნების მიხედვით მოქმედებს და იძენს მხოლოდ იმას, რასაც თქვათ ერთი ან ორი სუვენირის წარმოებელი თავასობს. რა თქმა უნდა, ასორტიმენტი რაც უფრო ფართო იქნება, რაც უფრო მეტი იქნება ტურისტების არჩევანი, მით უკეთესია ქალაქისთვის, მისი საერთაშორისო ცნობადობისთვის, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მნიშვნელოვანია, რომ ერთი ან რამოდენიმე სიმბოლო ნამდვილად გამოარჩევდეს მას იმ რამოდენიმე ათასი ქალაქისგან, რომელიც მსოფლიოშია, იქ სადაც ტურისტული აქტივობა დიდია და ადამიანი, რომელიც თბილისში ჩამოვა და წაიღებს აქედან სუვენირს, ის ადამიანები, ვინც მის სივრცეში საბოლოო ჯამში ამ სუვენირს ნახავენ, უნდა განეცხონ თბილისის მიმართ დადებითად პოზიტიურად, გაუჩნდეთ მისი ნახვის სურვილი, ამიტომაც საჭიროა და მნიშვნელოვანია და საწყენია, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კულტურული ისტორიული თავისებურებები ქალაქის, მათ შორის არქიტექტურული იძლეოდა საშუალებას მსგავსი ღირებული სუვენირების შექმნილი იყო. ეთყობა რაღაც დამატებით ჭირდებოდა კიდე და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს რაღაც დამატებით ზუსტად ესეთი ინიციატივა იქნება, როგორც ამ კონკურსის ფორმით არის დღეს წარმოდგენილი. და შემდეგ ალბათ ეს სუვენირები ძალიან კარგი საჩუქარი იქნება უცხოელი დელეგაციებისთვის, რომლებიც მრავლად ჩამოდიან ჩვენთან ქვეყანაში. შეხვედრის ბოლოს რაღაცა სიმბოლური ჟესტია, როდესაც ეშენით ქალაქის ამსახველ პატარა სუვენირს ჩუქნი მას და ამ ხრივად მოხდება რეალიზაცია და პოპულარიზაცია. დღესაც საკმაოდ დიდი პრობლემა არის მაღალი რანგის სტუმრები, მაღალი საშუალო და სხვა რანგის სტუმრებისთვის შესაბამისი სუვენირების ჩუქებასთან დაკავშირებით. ხშირად არ არის უნიფიცირებული, არის გარკვეულ პერიოდში ან ხელნაკეთი, ნაქარგი და ასე სხვა ღირებულების და სახელოვნებო ღირებულების მქონე ნამუშევრების გადაცემა, მაგრამ ესეთი სუვენირის ქონა საერთოდ, რომელიც ქალაქისთვის მიღებულია, ცნობადია, გაძლევს ძალიან დიდ შესაძლებლობებს ის სხვადასხვა მასალით, სხვადასხვა ფორმით გამოსახო და შესაბამისად რანგის მიხედვით სტუმრებისთვის ხელმისაწვდომი გახადო, რაც ძალიან ბევრ სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურას დაეხმარება გამასპინძლების პროცედურების უკეთესი წარმოებისთვის და იმ საპატივცემულო სტუმრებისთვის ღირსეული და საკადრისი საჩუქრების მირთმევისთვის, რომელთვის მათთვის მთელი ცხოვრების სამახსოვრო გახდება. და თან აუცილებლად ისიც უნდა შევახსენოთ ჩვენს ტელემაყურებელს, რომ გამარჯვებული პროექტის ავტორს გადაეცემა ფულადი თანხმობის საკითხი. ადამიანები, ესეც რაღაცა სტიმულია ერთგვარი მონაწილეობენ, საკმაოდ სოლიდურ ფულად პრიზს მიიღებენ
ერთი გამარჯვებული შემთხვევაში ეს იქნება 5,000 ლარი. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, თუ კი მოხდება 1/11 ნამუშევრის შეჭრა, გადანაწილდება თანაბრად, პროპორციულად. ერთი იდეა მაქვს ახლა, როდესაც საუბრობთ ლურჯის სუფრა, რომელიც არის ჩემი სუსტი წერტილი და სახლშიც მაქვს და რაღაცა სხვა განწყობა მაქვს ამ ლურჯ სუფრას, შეიძლება თავისუფლად იდეას ხმამაღლა, შეიძლება თავისუფლად ლურჯის სუფრის სუვენირი გაკეთდეს, თუნდაც ბრელოკი, ესე პატარა ზომის, ხო არის იდეა? იდეა არის კრეატიული, თუ არა? ხარ საერთოდ. უნდა მიიღო მონაწილეობა. არის დრო. შეიძლება ზუსტად რა უნდა ხნა შეგიძლიათ კიდევ ერთხელ თქონდა ადგეთ. გააკეთოთ მონახაზი თქვენი სუვენირის იდეის და შეეცადოთ მის სამგანზომილებიან ფორმაში მოქცევა. სამისთვის ძალიან ბევრი ან ხელოსანი ან სამხო გაგიხმარებათ მის გამოსახვაში. თქვენ შეგიძლიათ მოიკითხოთ სად მზადდება დღეს ისტორიულ უბნებში გამოფენილი სხვა სუვენირები და დარწმუნებული ვარ, რომ არაერთი მხარე იქნება, ვინც დაგეხმარება თქვენი იდეის რეალიზებაში. ამის შემდეგ თქვენ მოგვაწვით ჩვენს თბილისის მერიაში მივაწვით თქვენს შექმნილ ნამუშევარს და გახდება კომისიის მსჯელობის საკითხი. ერთეტაპიანია ეს კონკურსი, ანუ რაღაც თარიღზე შემდეგ უკვე გამარჯვებულები გამოვლინდებიან, მე როგორც ხვდები, ხო? ანუ ივნისისთვის უკვე შერჩევა, გადარჩევა საუკეთესო ნამუშევრების გამოვლენა დასრულებული იქნება თვის ბოლომდე, ივნისის ბოლოს გულისხმობ, ცნობილი გახდება გამარჯვებული ნამუშევარი. ახლა იმას ვფიქრობ, ჩემი იდეა ვინმემ რომ მოიპაროს ამ შემთხვევაში, რა შეიძლება თქვა. მე გავფრთხილებ. მე სხვა რაღაცა მოვიფიქროთ დაგეხმარება. სხვა რაღაცა. ეს იდეა შენ ძალიან გიყვარს ხოლმე. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენი გადაცემა იქნება დამადასტურებელი იმისა, რომ პირველი ვერ თქვი ეს არის. საბოლოო ვიზუალურ როგორ ფორმას მიიღებს ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ისე როგორც თქვენ წარმოგედგენიათ, სხვა ვერ წარმოგიდგენს. ხო, შეიძლება. ანუ მთავარი კრიტერიუმი როგორც ხვდები, შემოქმედებითი თავისუფლება. სუვენირი უნდა გამოხატავდეს ძალიან კარგად ჩვენი ქალაქის ხასიათს, ისტორიულ, კულტურულ, ეროვნულ თავისებურებებს. ის უნდა იტევდეს თავის თავში ყველა იმ უნიკალურობას, რაც ამ ქალაქს ახასიათებს. ყველას ან რამოდენიმეს. ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მოგბრძანებისთვის. მე ალბათ გავხდები ამ კონკურსის ერთ-ერთი მონაწილე. ანუ ძალიან მომეწონა. გაკეთებით თქვენ შემდეგ მაყურებელთა თავისუფლება შედეგი დასრულდა ჩემი პირველი მცდელობა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. რეკლამის შემდეგ უკვე ვისაუბრებთ თბილისის ოპენიაზე, გრანდიოზული და ესეთი ლაინაპით, რომელსაც რეკლამის შემდეგ გაგადობთ და გეტყვით საბოლოოდ.